დაუწერელი კანონი რამე ცუდი იყოს, დაუწერელი კანონია ეს ბავშვი მივიღეთ, ხო? აი წარმოიდგინეთ ერთი თვეა ჩვენთან მუშაობს. დღეს არის რა დღეს? ორშაბათი, ხო? დასვენების დღეა, ხო? აი ხვალ ხელფას მიიღებს. მოდის სკოლის შემდეგ. სულ აქ არის ჩვენთან. ყველგან წავიყვანეთ, ხო? ყველაფერი ვანახეთ. არც ჩემი ნათესავია, არც მეზობელი არაფერი. მივიღეთ და ლუკ არის აი როგორ არის იცით? როცა მოვიდა ბავშვი იყო, ხო იყავი იქ. ბავშვი იყო დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული. და ეს მომეწონა პირველ რიგში, ესე კი არა გაბურძგნული ბავშვები რო დადიან. ყველა ბავშვი ჩემთვის საუკეთესოა, მაგრამ ბავშვი უნდა იყოს ბავშვი. და ლუკაც მივიღეთ და შეხედე გებეს ემბლემა, აგერ ამას რა ქვია ბიძია? ბეიჯი, ჟილეტი და უკვე კაცია, ხო? 1 საათიც რომ მოვიდეს დღეში ეს მის ცხოვრებაში იქნება ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯი. და ამ ქალბატონს მინდა უთხრა. კიდე მინდა გავიმეორო ამ ქალბატონო, გასაგებია პენსიონერი ხარ და არაფერი საქმე არ გაქვს, წერის მეტი აყურეთ. პროსტო ნახეთ რამდენი დაუწერია, მოწი აქეთ. აი უყურე რამდენი დაუწერია პროსტა. აი შეხედე რამდენი დაუწერია და მინდა გითხრა. აი ნინა აგერ გეუნები მარი შენ აიყვანე საქმე კონტროლზე. უყურე 6 ადამიანი მომიყვანე. ქალბატონო ნინა 6 ადამიანი მომიყვანე. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარის იქნება. 6 ადამიანს მივიღებს სამსახურში თუ ტვინი აქვს და უბრალოდ ტვინი თუ არა აქვს და არაფერი თუ არ იცის არ მივიღებ. და თუ რამეს წარმოადგენს კბირდები კაცურად რომ შენ მოყვანილ ადამიანს 6-ს მივიღებ. მოიყვანე. აქ ყველა ვინც ჩემს კომპანიაში მუშაობს, არც ერთი არ არის ჩემი ნათესავი, ჩემი შვილის გარდა, მათეს გარდა, ხო? მათი არის აქ ერთი ჩემი და ჩემი ძმისშვილი, რომელიც აქ მუშაობს უკვე 30 წელია. თქვა, თუ არა და აი ავიღოთ ახლა მაგალითად კახა. კახა მოვიდა აგერ და სივით მოვიდა, სივით და თქვა რომ მუშაობა მინდა. კაცი რატო არ უნდა მიიღოს სამსახურში, როცა უმაღლესი დამთავრებული აქვს, ჩინურად საუბრობს, რუსულად საუბრობს, ინგლისურად საუბრობს. აი მითხარი ქალბატონო, აი ესეთი მომიყვანე და 12-ს მივიღებს სამსახურში, სამივე ენაზე რო საუბრობს. არ არის ეს ადამიანი ჩემი ნათესავი, მაგრამ მე 7 წელია მუშაობს, იმიტომ რომ წესიერი კაცია. ავიღოთ აგერ ზვიადი. საერთოდ კაც არ ვიცნობდი არაფერი. პატარა ბიჭი იყო რომ მოვიდა და დღეს